ძალიან საინტერესო თემით შემოგვიერთდა თეო მჭედლიძე. საუბარია ბაღის ასაკის ბავშვებზე, რომლებიც 3 წლამდე მივიდნენ სასწავლო დაწესებულებაში და შვეიცარიული კვლევა დაიდო, რომლის შედეგებსაც ახლა გაგვაცნობს თეო თავად. დილამშვიდობის. ასევე მივესალმები ჩვენს სტუმარს, ქალბატონ ნინო ნანეიშვილს, რომელიც გაგვარკვევს აი ამ კვლევის დეტალებში უფრო სიღრმისეულად. ჩვენ კი ზოგადად ბაღზე რომ ვისაუბროთ, ალბათ ვთანხმდებით იმაზე, რომ საბავშვო ბაღი ბავშვის სოციალიზაციისთვის არის უმნიშვნელოვანესი. სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკა თუ როდიდან უნდა მივიდეს ბავშვი ბაღში არის სხვადასხვანაირი და ეს არის ერთი დიდი სოციალური ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი. დიდწილად დამოკიდებულია იმაზე იმ კონკრეტულ ქვეყანაში, მაგალითად დედას რამდენი თვიან წელი აქვს დეკრეტული შებულება, როგორი კულტურული საზოგადოებაა, თქვა სოციუმი როგორია, ისინი ცხოვრობენ თაობებად ერთადერთ ოჯახში, თუ ოჯახი ცხოვრობს დამოუკიდებლად. ჩვენთან ასე იყო დამკვიდრებული უფრო, რომ რამდენიმე თაობა შესაძლოა ერთ სახლში ყოფილიყო, შესაბამისად ბავშვი რომ დაიბადებოდა, მას იგივენაირი შეხება ჰქონდა ბებიასთან და შესაძლოა დიდ ბებიასთანაც კი, როგორც დედასთან. თუმცა იცით რა არის, მაინც აი ამის მიუხედავად საქართველოშიც იყო და თითქმის ყველა ქვეყანაში ხელმისაწვდომი ბაგა, რომელიც ითვალისწინებს 2 წლამდე ბავშვის დატოვებას და აღზრდას. რაც შეეხება აი ამ ბოლო რამდენიმე წლის ცვლილებებს, ხო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიდგომა შეცვალა და ასაკი, როცა ბავშვი ბაღში უნდა მივიდეს, 3 წლამდე აწია. ციურიხის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ახლახან დაასრულეს ხანგრძლივი კვლევა, რომლის მიხედვითაც რაც უფრო მეტ დროს ატარებს 3 წლამდე ბავშვი ბაღში ან ძიძასთან, მით უფრო იზრდება ქცევითი პრობლემების განვითარების ალბათობა დაწყებით კლასებში. მათ შეისწავლეს 56 სხვადასხვა სკოლის მონაცემები და დააკვირდნენ 1675 პირველ კლასელს, რომელთაც 7 წლიდან 20 წლამდე ადევნებდნენ თვალყურს. აღმოჩნდა, რომ ბავშვების დაახლოებით 67%-ს ადრეულ ასაკში ჰქონდა გარეშე პირების მიერ მოვლის გამოცდილება, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო აღმზრდელი, მასწავლებელი, ძიძა, მეზობელი ან ახლობელი და კვლევის მიხედვით ვლინდებოდა აგრესიული ქცევა, ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტივობის სინდრომი, ასევე შფოთვა და დეპრესია, ემოციების კონტროლის სირთულეები. თუმცა ეს ყველაფერი იყო დროებითი და აღენიშნებოდა 13 წლამდე ბავშვებს. დროა გადავინაცვლოთ უკვე ქალბატონ ნინოსთან, იმისთვის რომ გაგვარკვიოს აი ამ დეტალებში. დასახელებული კომპონენტებიდან მნიშვნელოვანია ის, რომ ადრეულ ასაკში ულინდებოდათ ბავშვებს პრობლემები და 13 წლის შემდეგ ძირითადად ეს ყველაფერი იყო გადალახვადი. განვითარების ეტაპია, ვთქვათ, იმ შემთხვევაში თუ სწორი ჩარევა ხდება, თორე ისე არის მე გადავლახა. აი რას გულისხმობს სწორი ჩარევა? დიახ, სანამ ამაზე ვიტყვი, მადლობა ამ მოწვევისთვის. ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ. თავიდან როგორ? ესე იგი, მოგახსენებათ, რომ ბავშვი ჩაისახება დედის ორგანიზმში, არის მუცლად ყოფნის პერიოდი და არსებობს ესეთი ორგანო, რომელსაც ქვია სახელად ჭიპლარი, ფუნიკულიორთან კავშირი, ლათინურად ქვია ფუნიკულუს უმბილიკალის და ეს ნიშნავს ზონარს, ბაგირს და თვითონ შედგება ანატომიურად არტერიებისაგან და ვენისაგან და გაცვლა ხდება დედის ორგანიზმსა და ბავშვის ორგანიზმს, ანუ ნაყოფ შორის და ზონარს წარმოადგენს თოქს, როგორც გითხარით, აკავშირებს ბავშვს დედასთან. საინტერესოა ისიც, რომ შერევა სისხლის არ ხდება დედასა და ბავშვის ორგანიზმს შორის, ანუ ბავშვი არის დედის ორგანიზმში, ამ ჭიპლარით დაკავშირებულია დედასთან. ამ სწორედ ეს ჭიპლარი არის ის, რითაც ბავშვი მოძრაობს დედის ორგანიზმში და როცა იბადება, ჭიპლას გადაჭრიან. ეს ყველა მიცის, ხო? ფიზიკურად გადაიჭრება ჭიპლარი. თუმცა აი ეს ჭიპი, რომელიც ბავშვს რჩება, სწორედ ამ ჭიპლარის გადანაჭერია. და მოხდა გადაჭრა, მაგრამ ეხა იგივე მეცნიერებმა, მათ შორის შვეიცარიელმა მეცნიერებმა დიდი კვლევები ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ აი ჭიპლარი მაშინვე თურმე არ უნდა გადაჭრა. ანუ ფიზიკური გადაჭრაც კი მაშინვე როგორც კი ბავშვი დაიბადება არ უნდა მოხდეს. და რატო? აი რატო? ეხლა ამბობენ, რომ სანამ პულსაცია არ შეწყდება მანამდე, ეს თურმე შეიძლება გაგრძელდეს 5-დან 30 წუთის განმავლობაში, წარმოიდგინეთ და იმიტომ რომ ჰემოგლობინი რო აეწიოს ბავშვს, იმუნიტეტი რო განუვითარდეს, კვებაში პრობლემები რო არ შეექმნას, მასა სწორად მოემატოს მასა, ანუ წონაში და იმუნიტეტი განუვითარდეს,
თურმე მაშინვე არ უნდა გადაჭრა ეს ჭიპლარი ითვალისწინებენ ამ დიახ, ყველაფერს. ითვალისწინებენ, დედა რა თქმა უნდა. მოითხოვს სამშობიაროში. არა, დედაზე არ არის ეს დამოკიდებული, დედა მარიცის ეს. ანუ ეს პროფესიონალებმა ყველა უმრავლესობა დედებს ეკავებენ, რომ გამოგჩან. აი 3 წლის პროფესიონალმა წინ უნდა. ჩემი შვილი როდესაც დაიბადა, მაშინ ეს ყველაფერი უკვე იცოდნენ დამკვიდრებული და იყო. კარგია, მშვენიერი. ანუ ხა ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ფიზიკურად გადავჭერით ეს ჭიპლარი და თურმე მაშინვე არ უნდა გადავჭრათ. ახლა წარმოიდგინეთ, ჩვენთან ფსიქიატრიაში, ფსიქოლოგიაში არსებობს ესეთი ფილოსოფია, ესა უკაცრავად ფსიქოლოგიური გადაჭრა, ჭიპლარის ფსიქოლოგიური გადაჭრა. თუ ფიზიკურად გადავჭერით გარკვეული ხნის მერე, ფსიქოლოგიური გადაჭრაც მთელი გარკვეული პერიოდი გრძელდება. განსაკუთრებით 3 წლამდე არის ეს ფსიქოლოგიური გადაჭრა. ეს საქართველოში ამბობდნენ, რომ ჩემი შვილი 40 წლის ხო, კიდე დაუოჯახებელი და სულ ბავშვად აღიქვამდა. აქ ამბობენ პროფესიონალები, რომ ეს ფსიქოლოგიური ჭიპლარის გადაჭრა ვერ მოხდა და ისედაც მიბმულია ბავშვი ამ თავის დედასთან. ეხლა როცა ბავშვი იბადება, აი ყოველივე ამ პერიპეტიის შემდეგ ითვლება, რომ 3 წლამდე განსაკუთრებით დედა და ბავშვი ერთი ორგანიზმია. აი ბავშვიც ვერ აღიქვამს და დედაც, რომ ისინი ცალ-ცალკე არ არიან, ანუ ბიოლოგიურად ისეა ჩამოყალიბებული, რომ 3 წლამდე განსაკუთრებით დედა და ბავშვი არის ერთი ორგანიზმი. ბავშვს არაფერი არ შეუძლია, ემოციის რეგულაცია არ შეუძლება, უსაფრთხოების განცდის ერთ-ერთი მთავარი ობიექტი, ვინც ამას ახორციელებს და ახერხებს, ეს არის დედა. დაუკვირდით, პირველი ინსტინქტი როგორია? ბავშვის აქვს ტაცების რეფლექსი და წოვის რეფლექსი. ანუ დედა უნდა აიყვანოს, მოეფეროს, დაუყვავოს, აჭამოს, ასვას, ანუ მისი ყველა მოთხოვნილება უნდა შეუსრულოს დედამ, მაგრამ ეს თანდაყოლილი ბუნებრივი ინსტინქტია ამ დონეზეა. იცით ახლა ამბობენ კი არა, როგორც ესეა კვლევაში, არა მარტო დედა, პირველი დედაა, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ამ მიჯაჭვულობის ფორმირება ყალიბდება პირველი 6-12 თვის განმავლობაში. ანუ წარმოუდგენელია, რომ ბავშვი რო დაიბადება პირველი 1 წლის განმავლობაში დედასთან არ იყოს ბავშვი. ეს არის უკვე შეცდომა ძალიან დიდი. როგორც დედასთან ერთად სხვასთან ერთადაც რომ იყოს, აი გაიზია რომ დედამ და ბებიამ და დედამ და სხვაც აუცილებლად უნდა ჩაენაცვლოს, ეს წარმოუდგენელია რომ სულ დედა იყოს, თუ არის საშუალება ბებიის მამის როლი კიდე ძალიან დიდია, მაგრამ დედა ყოველთვის გვერდზე უნდა იყოს. ბავშვმა აი იმისათვის რომ უსაფრთხოების განცდა ჩამოუყალიბდეს, რაც მომავალში კიდე ძალიან მნიშვნელოვანია და მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან უმნიშვნელოვანესი კვლევები იყო ესეთი მეცნიერი ჯონ ბოულბი და მე ერთ-ერთმა ქალბატონმა გვარის უმავიწყდება, ამიტომ ჩავინიშნე მერი ეინსვორდი. აი ამ ქალბატონმა მიჯაჭვულობის თეორია შემოიღეს. და ამ თეორიის თანახმად, როდესაც მოხსენება გააკეთეს ევროპაში, სრულიად შეცვალეს ევროპელებმა დამოკიდებულება. მაგალითად, აკრძალეს 24 საათიანი ბაგა-ბაღები, თქვენ რო საუბრობდით, ყოფილა თურმე ასეთიც. ყოფილა კლინიკაში დაიწყეს დედის დაშვება, როცა ბავშვი კლინიკაში იყო მოთავსებული და განაცალკავებდა, ხოლმე დაიწყეს ამის დაშვება და მთელი რიგი კანონმდებლობები შეცვალეს. იმიტომ არის სკანდინავიის ქვეყნებში დეკრეტი აქ დედასაც, მამასაც. მგონი ჩვენთანაც ახლა შემოიღეს და რა ხანძრობით აქვთ? აი თუ დაეწივნენ იმ 3 წლამდე უპირობოდ და აუცილებლად, მაგრამ ამ სკანდინავიის ქვეყნებში, როცა ბავშვი ავაწყდება, მამასაც იგივე როლი აქვს როგორც დედას, ანუ მამასაც შეუძლია აიღოს დეკრეტი და ბავშვთან დრო გაატაროს. იმიტომ არის რომ უკაცრავად აი 5 დღიანი კი არა 4 დღიანი სამუშაო შემოიღეს, მოკლე სამუშაო დღეები, რაც შეიძლება მეტი დრო უნდა გაატაროს შენ ბავშვთან. თავი კი არ არის რომ დრო გაატარო, ანუ ფიზიკურად. იქვე მასთან უნდა იყო და ემოციური კონტაქტი უნდა გამოავლინო. ეხლა თუ ძიძაც არის სახში, არ ვიცი ამაზე ალბათ ცალკე ვისაუბროთ, მაგრამ მაინც აქვე ვიტყვი. ძიძამ არ უნდა ჩაანაცვლოს დედა არავითარ შემთხვევაში. დედას თავისი ფუნქცია აქვს, ძიძას თავისი ფუნქცია აქვს. ანუ ნახეთ, აი სითფო, სიყვარული არ უნდა მიანდო მარტო ძიძას, მარტო ის არ უნდა იყოს სითფო, სიყვარული, ზრუნვის, დობის წყარო. აი ხა ნახეთ რა გამოდის, მთელი დღე ძიძასთან არიან ბავშვები, მოდიან საღამოს მშობლები და ისინი არიან კრიტიკოსები, საყვედურს ამბობენ, შენიშვნებს ეუბნებიან, წესებს იცავენ, აღრევა ხდება როლების, დედისა და ძიძის და მშობლის და ძიძის.
იცით რა მაინტერესებს? ფაქტია, რომ ცხოვრება დღევანდელი ისეთია, რომ აი ამ ყველაფერს ვერავინ, თითქმის ვერავინ ვერ ასრულებს. ამ შემთხვევაში საინტერესოა იქნებ სწორედ ბაღში ან თუნდაც აღმზრდელთან გატარებული დროის ხანგრძლივობა პრობლემა და რა ის რომ ეს ადამიანები ან ეს დაწესებულება არსებობს ოჯახისთვის. არა, უყურეთ ახლა როგორ არის ბავშვს ვამზადებთ სკოლაში ხოლმე და ალბათ უკვე გაგიგიათ ეს ტერმინი ბავშვის სასკოლო მომზადება, ხო? ეს საყოველთაოდ არის ბევრი წიგნი დაიწერა, არ ვიცოდით ადრე არაფერი და ეხლა ბოლო 20 წელი ალბათ 30 უკვე გესმით ეს მოსახლეობამაც იცის ბავშვის სასკოლო მომზადება. მაგრამ ნაკლებად საუბრობენ ბავშვის ბაღისთვის მომზადებაზე. აი როგორც სასკოლო მომზადებას ბავშვსაც სჭირდება ბაღისთვის მომზადება და 3 წლის ასაკი არის ის ასაკი მე საუბარი რომ დავიწყე აღარ დავამთავრე. ბავშვი თავიდან არის დედასთან ერთიანი ორგანიზმი. აი კიდევ ვერ აღიქვამს თავის თავს. ვერ აღიქვამს და 3 წელი არის ის ასაკი, როდესაც ბავშვი უკვე აცნობიერებს მე ვარ და დედა. ამიტომ 3 წლამდე ბავშვი უნდა იყოს დედასთან ოჯახურ გარემოში. აქ საუბარია დედა და სხვა მნიშვნელოვანი უფროსები. ეს არიან ბებია, შეიძლება მაგრამ აუცილებლად ოჯახის წევრი უნდა იყოს. მამა, ბებია, ბაბუები, ნაკლებად, მაგრამ ბებია და ოჯახის წევრი. სხვა შესაძლოა თავის ტერმინი ქვია ოჯახი ძირითადი ჩემი საკუთარი ძირითადი უფროსია ასეთი სახელითაც ამ სახელსაც ხმარობენ ხოლმე ჩემი უფროსი. ჩვენ ვსაუბრობთ ახლა იდეალურ შემთხვევაზე და ბევრი მშობელი გვისმენს, ვინც ეს ეტაპი უკვე გაიარა და გამოტოვა ეს მნიშვნელოვანი საკითხი, აი სასწავლამდე ბავშვის გვერდით ყოლა და ავნერვიულდი რა თქმა უნდა ყველანი. რა შედეგები აი ამ შვეიცარიული ინსტიტუტის თან ერთად შემუშავებული, რა შედეგებზე შეგვიძლია ვისაუბროთ და შემდეგ გამოსავალი როგორ იყო მათ ვინც ეს გამოვტოვეთ. აუცილებლად მოგახსენებთ ერთი მინდა გითხრათ რომ მე ბავშვთა როგორც ბავშვთა ფსიქიატრს პრაქტიკული ბევრი შემთხვევები როგორც მშობლები მე განიცდიან როგორ დავაშავე რომ 5 წლამდე ჩემი შვილი ძიზასთან იყო განსაკუთრებით 3 წლამდე და მშობლებს მინდა ვთხოვოთ რა თქმა უნდა გვისმენენ ალბათ აი აღარ თქვათ როგორ დავაშავე რომ ბავშვი თავიდანვე მივეცი ტელეფონი ან ამ ციფრულ ტექნიკასთან დიდი ხანი ვამყოფე და ჩემი ბრალია ეს კარგად უნდა გავიაზროთ რომ 5 წლამდე საერთოდ არ უნდა მიცეთ ბავშვს ტელეფონი როგორც ასეთი. ეს ერთი. ახლა სანამ თქვენს შეკითხვას ბოლომდე ვპასუხებ, ძალიან ცოტა დროობს და ლაკონიურად. ესე იგი ბავშვი უნდა მოვამზადოთ ბაღისთვის. პირველ რიგში 3 წლამდე არ არის ჩამოყალიბებული ბავშვის ორგანიზმი, არც იმუნიტეტი არის ჩამოყალიბებული, არც ნევროლოგიური სისტემა. არც ნევროლოგიური, არც ფსიქიკური სისტემა. ამიტომ ბავშვი რომ მიდის 3 წლის ასაკისათვის ბაღში, მას უნდა კონდეს 4 მნიშვნელოვანი ფუნქცია და უნარი ჩამოყალიბებული. უცებ ვიტყვი ამ უნარებს. პირველი ეს არის რომ დამოუკიდებლობის უნარი უნდა კონდეს, მაგალითად დამოუკიდებლად უნდა მოახდინოს კვება, ჰიგიენური ნორმების დაცვა, ტუალეტში დამოუკიდებლად შედის უკვე 3 წლის ბავშვი, ჩაიცმევს, გაიხდის და ასე შემდეგ. ასევე უნდა კონდეს ამ ბავშვს ჩამოყალიბებული უნდა იცოდეს და შეეძლოს თავის საკუთარი ნივთების გამოცნობა, რომელია მისი ქურთუკი, რომელია მისი სათამაშო, ფეხსაცმელი და ასე შემდეგ. ასევე კოგნიტიური, ანუ შემეცნებითი გარკვეული უნარები უნდა ქონდეს განვითარებული. ბავშვს, რომელიც ბაღში მიდის, უნდა თქვას რა უნდა, რა არის ის სურვილი აქვს, რა მოთხოვნილება აქვს და ელემენტარული ვერბალური კონტაქტების დამყარების საშუალება უნდა ქონდეს. ყურადღების დეფიციტი ახსენეთ ახლა თქვენ, ყურადღების კონცენტრაცია უნდა ქონდეს, რომ მასწავლებლების ნათქვამის ზღაპარი მოისმინოს, ან რამე გარკვეულ აქტივობაში ჩაერთოს. ასევე უნდა ქონდეს ცნობის მოყვარეობა, რომ ახალის ინტერესი გაიჩინოს. უნდა ქონდეს ემოციური რეგულირების ელემენტარული უნარი და უნდა ქონდეს ასევე სოციალური ურთიერთობის დამყარების უნარი. ახლა რას გულისხმობ, ნახეთ, როდესაც 3 წლამდეა ბავშვი და მასთან მოდის ვინმე სათამაშოდ, ის მოსულს სტუმარს თუ ვინც არის, აღიქვამს როგორც მის სათამაშოს. ანუ თამაშობს მასთან, შეიძლება რაღაც ურთიერთობას ამყაროს, მაგრამ მისი პარტნიორი ის არ ხდება. ის არის რაღაცა ობიექტი, რომელსაც ეთამაშება როგორც სათამაშოს. ვერ იაზრებს. აი 3 წლის მერე უკვე იწყებს ურთიერთობების დამყარებას. ეხლა ჩვენ რომ ვამბობთ ეს 3 წელი, 3 წლამდე დედა, ოჯახის წევრი, ის მთავარი ძირითადი ადამიანი
ამისკენ მიდის, ამას ასწავლის ბავშვს. მაგალითად ეზოში ჩაყავს, ეზოში ურთიერთობის საშუალებას აძლევს და ასე შემდეგ და კიდევ ხო ემოციური რეგულაციაც გითხარით. ეხლა რა გავაკეთოთ, როგორ მოვიქცეთ და რა თქმა უნდა იდეალურად არაფერი არასოდეს არ ხდება. ეხლა ვასწავლით. პირველი, აუცილებლად ძიძას უნდა სცენ პატივი ოჯახის წევრებმა და უნდა ბავშვმა იცოდეს, რომ ძიძა არის ის ადამიანი, რომელსაც შეიძლება ენდოს, ნდობა უნდა განუვითაროს მას. მაგრამ ძიძა კიდევ ვიმეორებ, არის ძიძა და მშობლის ბლების ჩანაცვლება არ უნდა მოხდეს არავითარ შემთხვევაში. უსაფრთხოების განცდა უნდა იყოს დაცული, ძალიან მნიშვნელოვანია. ესე იგი, გვეუბნებიან ასეთ რეკომენდაციას გვაძლევენ, რომ როლები არ უნდა იყოს აღრეული ძიძასა და დედას შორის. თუ ძიძასთან არის ბავშვი, დედამ უნდა დარეკოს, ხმოვანი შეტყობინებები გამოუგზავნოს რამდენჯერმე ელაპარაკოს, დარეკოს კიდევაც. ან როცა ძიძა ათამაშებს, უნდა ათამაშოს მაგალითად დავხატოთ დედა, ან საჩუქარი გაუკეთოთ დედას, ანუ დედას უნდა ფიგურირებდეს. და აი მაშინაც კი, როცა 3 წლამდეა და დედის გვერდზე არის ბავშვი, ხანდახან გარკვეული წუთები უნდა დატოვოს დედამ ეს ბავშვი, დამოუკიდებლობა ხანდახან ჩვენ გვეშლება ხოლმე ჯერ პატარა ამას ვერ გააკეთებს და დედა აჭმევს, დედა აცმევს. უნდა აი ეს მართალი ბრძანდებით დედამაც და ოჯახის წევრებმა საშუალება უნდა მივცეთ ბავშვს, რომ დამოუკიდებლად გააკეთონ ის რაც უნდა გააკეთონ. ამ გზაზე ეს იგი ნელ-ნელა უნდა ასე ვთქვათ შევაყენო და მივცეთ საშუალება. რა პრობლემას იწვევს, როცა მიჯაჭვულობა არის, ვეღარ ვასწრებთ მართალია, როცა მიჯაჭვულობა არის პათოლოგიური და არა ჯამრთელი. დობის ფაქტორი აღარ აქვს ადამიანებს და მე ნახავთ, რომ უნდობელია, ვერავის ვერ ვენდობი, მოზრდილობაში ეს ვლინდება. იყო ესეთი მეცნიერი ერიქსონი, მან თქვა, რომ 2-2.5 წლის ასაკში ყალიბდება, აი სამყაროსადმი დობის ფაქტორი. გესმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ეს ყველა დაავადება, რომელიც ჩამოვთვალეთ, შფოთვითი აშლილობა, დეპრესია, რეგრესიული ვითარდებათ ხოლმე ბავშვს. აი ამ არასწორი მიჯაჭვულობის დროს და როდესაც დედა თავის ფუნქციას არ ასრულებს, ხშირად ტირის ბავშვი. რეგრესი რას გულისხმობს? თუ ჭამდა, აღარ ჭამს, უარს ამბობს. თუ რაღაც უნარჩვევები ქონდა, იმასაც ვეღარ ასრულებს. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ბავშვის პრობლემის დანახვა, აღიარება და საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტის ჩართვა. თუ აქამდე, არ ვიცი, თქვენს თქვით, რომ რაღაცა ისე წავიდა ცხოვრება, რომ რაღაცები გამოგვეპარა, ალბათ უნდა დავუკვირდეთ ბავშვის განვითარებას და არ ვთქვათ უარი იმაზე, რომ შესაბამის სპეციალისტი რა თქმა უნდა ბოლოს ერთი სიტყვა მინდა რომ თქვა თუ არის ამის საშუალება უკვე უამრავი წიგნი იწერება იმაზე რომ მოზარდებში ჩვენ საქართველოში ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს მოზარდებში თვითაგრესიული ქცევები და ნარკომანია ძალიან გავრცელებული და ასე შემდეგ დიდი ხანია უკვე მეცნიერებმა ამაზე დაიწყოს კვლევა რომ რატომღაც აი გარემო ფაქტორის ზემოქმედების შედეგად ბავშვები ორიენტირს აკეთებენ თავის თანატოლებზე და ბაძავენ მას რომელიც სულ შედეგებს იძლევა. ანუ ჩვენ დავკარგეთ ვერტიკალი, უფროსიდან მომავალი თაობისაკენ გადაცემის გზა და უნდა დავუბრუნდეთ იმას, რომ უფროსმა უნდა შეასრულოს თავისი როლი და თანატოლებისაგან არ უნდა ავიღოთ ყველაფერი. თუმცა ავტორიტეტი ესეთ ასაკში, გარდა მტეხ ასაკში, სწორედ თანატოლებზეა. მადლობა ძალიან დიდი. მესმის, ახლა მინდა ვუთხრა მათ, ვისაც ყავთ 3 წლამდე ასაკის ბავშვები, რომ ძალიან კარგია, რომ ამის მოსმენა შეძელით. რადგანაც თუ გაქვთ იმის ფუფუნება, რომ ბევრი დრო გაატაროთ თქვენ შვილებთან ერთად, ეს მათთვის იქნება ძალიან კარგი მომავლის საფუძველი. და არა მარტო დრო გატარება, აქ აუცილებელია ემოციური კონტაქტი და ემოციური რეაგირება. ყველაფრის ჩატებას. მადლობა მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა. მე ისეთი დღეს ჩავარდი, რომ არ ვიცი რა გითხრათ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.